თბილისში საახალწლო განწყობა დედაქალაქში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს გასართობი აქტივობები. პატარების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდნენ ანიმატორები. რა ღონისძიება მიმდინარეობს ორბელიანის მოედანზე, ახლა ამას ნინი მაისურაძე გვეტყვის. ნინი, გისმენთ. სადღესასწაულო განწყობის შექმნა ორბელიანის მოედანზე გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ სცენა დაიკავა ანსამბლმა ალილო. მოქალაქეები მოდიან ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად იმისათვის, რომ შეიქმნან სასიამოვნო განწყობა და დაესწრონ თავიანთი საყვარელი ანსამბლის კონცერტს. ამის შემდეგ მაყურებლის წინაშე უკვე წარსდგება ქართული ანსამბლი, ქართული ხმები და თეატრალური კვარტეტი. ამის პარალელურად დღეს დილიდან მასპინძლობს ორბელიანის მოედანის სხვადასხვა მრავალფეროვანი გასართობი და კულტურული ღონისძიებებით, როგორც დიდებს, ასევე პატარებს. ადგილზე მოწყობილი არის საშობაო სოფელი, მიმდინარეობს სხვადასხვა კერძების დეგუსტაცია, ასევე იმართება საახალწლო კინოფილმების ჩვენება. პატარების განწყობაზე კი დილიდან ზრუნავენ ზღაპრის გმირები. ამის პარალელურად საზეიმო ღონისძიებებით მასპინძლობს დღეს მთელი დღეა დედაენის ბაღით სტუმრებს, ასევე საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოწყობილი არის ყინულის მოედანი. სამივე ლოკაციაზე საზეიმო ღონისძიებები დღეს გვიანობამდე გაგრძელდება. ჩემს ქვეყანას ულოცავ ახალ წელს. ბედნიერი წელი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის. მშვიდობა, გამთლიანება ერის, ამას უსურვებ ჩემს ერს და დღეს მოსულ საზოგადოებას სტუმრებს ვპირდებით საახალწლო განწყობას. ბევრი სიმღერის პრემიერა იქნება. მრავალფეროვანი იქნება დღევანდელი კონცერტი. სხვადასხვა ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას, ქართული ხმები, ალილო, ჩვენ თეატრალური კვარტეტი და შევეცდებით ჩვენი სიმღერით მოვეფეროთ აქ მოსულ მსმენელს, აქ მოსულ მოსახლეობას, ბავშვებს და შევუქმნათ ნამდვილი საახალწლო განწყობა. გილოცავთ შობას, ახალ წელსაც. ძალიან კარგი განწყობა აქვს და ძალიან ლამაზია. ყველას გირჩევთ, რომ გამოხვიდეთ და ნახოთ. ყველაზე მეტად მომეწონა ეს ლოკაციები, პატარა სახლები, მატარებელი და ძალიან მესიამოვნა მარტო სახლში ძალიან მაგარ კინოს შეგვიძლია ვუყუროთ. ძალიან კარგი განწყობა არის აქ. ძალიან მნიშვნელოვანია. გილოცავთ ყველას, მთელ საქართველოს გულოცავთ შობას ახალ წელს. მომავალ ძველი ახალ წელსაც კინოფილმების გადაღება რო არის, გვახსენებს იმ ძალიან მნიშვნელოვან ფილმებს და კიდევ უფრო ამაღლებს განწყობასაც და ემოციებსაც უფრო მეტად. დედაქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნინი მაისურაძე საუბრობდა.